ქალბატონო თეა, მოგესალმებით, დიდი მადლობა, რომ ხარ ჩვენი სტუდიის სტუმარი. ქალბატონო თეა, დაისაჯონ დამნაშავეები, ეს არის საზოგადოების იმ ნაწილის მოთხოვნა, რომელმაც სულხან მოლაშვილის საქმეზე პეტიციის ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. რა სიტყვის ქვეყნის იუსტიციის მინისტრი ამ თემასთან დაკავშირებით ხომ არ დააგვიანდა ცოტა პროკურატურას? მოგესალმებით პირველ რიგში და კიდევ ერთხელ მინდა საჯაროდ მივუსამძიმრო ბატონი სულხანის ოჯახს და თქვა ერთი მარტივი რამ თქვენ საუბრობდით იმაზე რომ სამართლიანობის აღდგენა ვერ მოხერხდა თითქოს და მის ცხოვრებაში. ეს ალბათ ნაწილობრივ ასეა, თუმცა არც ის უნდა გამოვტოვოთ მხედველობიდან რომ ძალიან ბევრი ადამიანი მაშინ როდესაც სუფევდა შიში ქვეყანაში და არ იყო ის თავისუფლება რაც დღეს არის, ყველა ამბობს იმას რაც სურს და რასაც ფიქრობს. აი იმ ცუდ დროს, როცა ყველას ეშინოდა თითოეული ხმამაღალი ნათქვამი სიტყვის, საქართველოში იყვნენ მაინც ადამიანები, ვინც მოლაშვილის საკნიდან ცოცხლად გამოყვანისთვის იბრძოდნენ და მაშინ ეს იყო მთავარი. ამ ადამიანების რიცხვში მაქვს პატივი ყოფილიყავი მე თողოთ მეორე მხრიდან, როდესაც მუშაობდი სტრასბურგში და შემოვიდა მოლაშვილის საქმე. ალბათ ძალიან რთულია წარმოიდგინო უკვე დღეს თუ რა სიტუაციაში ვცხოვრობდით მაშინ. მე მახსოვს, როდესაც პირველად ეს საქმე შემოვიდა და ვიხილავდი მას, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ვინმე მიუკერძოებელი ადამიანის შეფასება. დღეს თუ კი საერთაშორისო ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები ძალიან ღიად ლაპარაკობენ ბევრ რამეზე, ხელი მიუწვდებათ ყველაფერზე, მათ შორის პატიმრის მდგომარეობაზე ციხეში, მაშინ მე მახსოვს, რომ ძლივს ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად მოვიძიე ორად-ორი განცხადება. იმისთვის, რომ ჩემი გადაწყვეტილება დამესაბუთებინა. ეს იყო მატიას ეორშის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ მე ვიყავი საკანში და იქ გაუსაძლისი მდგომარეობა ვნახეო და ქალბატონი თერდორაძის განცხადება. აი ამ ორი განცხადების საფუძველზე და იმის საფუძველზე, რასაც ადვოკატი ყვებოდა თავის წერილში, ჩვენ შევძელით მაშინ პირველად შეგვექმნა პრეცედენტი მოლაშვილის საქმით და გვეთქვა სახელმწიფოსთვის, იმ შემთხვევაში საქართველოს მთავრობისთვის, რომ პატიმარი როდესაც ავადაა, როდესაც ის ფიზიკურად არის უმძიმეს მდგომარეობაში, დავავალეთ, მივუთითეთ მაშინდელ მთავრობას, რომ არა მხოლოდ სამედიცინო დახმარება აღმოიჩინა მოლაშვილისთვის, არამედ ყველაფერი გაეკეთებინა საკანში მისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად. ეს იყო პირველი. ამის შემდეგ ბევრი ქართველი პატიმრის საქმემ უკვე მოლაშვილის მიერ გაკვალულ გზაზე იარა, ასე რომ ვთქვათ. მიუხედავად ამ ძალისხმევებისა, საზღვარგარეთიდან თბილისში, ვინც აქ ძალიან ბევრი მამაცი ადამიანი შიშის მიუხედავად მას იცავდა, ბევრი წლის მერე დადგა ეს ტრაგიკული შედეგი. მეორე რაც მინდა თქვენი ეთერით თქვა არის ის, რომ არ შესაბამება სიმართლეს ის ფაქტი თითქოს გამოძიება არ ყოფილა. გამოძიება დღესაც მიმდინარეობს. ბატონი სულხანი თავის სიცოცხლეში მინიმუმ ორჯერ, მე მგონი სამჯერაც იყო დაკითხული და რეალურად აი ამ პროცესში მოგვისწრო ამ გარდაცვალების ფაქტმა. ამას ემატებოდა ისიც, რომ ის არ ცხოვრობდა მუდმივად საქართველოში და ის იყო რეალურად მთავარი მოწმე იმ ამბებისა, რაც მას შეემთხვა. ალბათ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, არა ერთადერთი, რის გამოც, ასე ვთქვათ, გამოძიების დასრულება ვერ მოესწრო. მესამე და ამით დავასრულებ, არის ის, რომ სულხან მოლაშვილის ჯერ კიდევ იმ საქმეზე, რომელსაც მე გიყვებოდით, იქ დავხვდი მეთქი, როდესაც სტრასბურგში შემოვიდა, წინა მთავრობის დროს უკვე ბოლო, ესე ვთქვათ, დრო ჰქონდა იმ მთავრობას, მხარეებს შორის დაიწყო მოლაპარაკებები, იმიტომ რომ ეს დაუცველი საქმე იყო პრაქტიკულად. და მე როდესაც დავინიშნე იუსტიციის მინისტრად, უკვე მქონდა მოლაშვილის უკვე მეორე მხარეს აღმოჩნდი ამ საქმის, უკვე მქონდა ორი მხარის პოზიცია, წინა მთავრობის და მოლაშვილის მთავრობის, რომელიც საუბრობდა კომპენსაციის ოდენობაზე და მთავრობას აღიარებული ჰქონდა დანაშაულები. მე ჯერ ოპოზიციაში როცა ვიყავი, მაშინაც, ასე ვთქვათ, მოლაშვილის ადვოკატების პოზიციის ჩამოყალიბებაში ვწებულობდი მონაწილეობას. და უკვე როცა აქეთ აღმოჩნდი,
რა თქმა უნდა, ხელი შეუწყო იმას, რომ 2015 წლის იანვარში ჩვენ მთლიანად აღვასრულეთ ეს გადაწყვეტილება, კომპენსაციას ჩავრიცხეთ და მაქსიმალური გაკეთდა იმისთვის, რომ ეს მართლაც ცუდად მყოფი ფიზიკურად ადამიანი მოსწრებოდა მაქსიმალურ შედეგს. ქალბატონო თეა, მე მინდოდა მეთქვა და ახლა ვიტყვი რა თქმა უნდა, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად სულხან მოლაშვილი სანამ იყო ცოცხალი, ის ღიად ასახელებდა რამდენიმე ადამიანს, რომლებიც თითქოს და მისი განცხადებით მონაწილეობდნენ მის წამებაში. გვარები იყო დასახელებული რამდენიმე ადამიანის. ვალერი გრიგალაშვილი, მაშინდელი მთავარი პროკურორი, ჩვენთან გადაცემაში იყო და მან თქვა, რომ სულხან მოლაშვილი არ იყო ნაწამები. ოპონენტები, ანუ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები სწორედ ამაზე აპელირებენ და ამბობდნენ, რომ წამების ფაქტს არ ქონია ადგილი. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ამასთან დაკავშირებით? იყო თუ არა რეალურად სულხან მოლაშვილი მართლა ნაწამები და იღებდნენ თუ არა ის ადამიანები მის წამებაში მონაწილეობას, რომლებიც მან დაასახელა? ან თუნდაც თუ წამების ფაქტი არის რეალური, დაისაჯა თუ არა ვინმე ამ ბრალდებით? რაც შეეხება იმ, ასე ვთქვათ, არ მინდა მიცვალებული ჯერ, ასე ვთქვათ, გასვენებული არ არის და ასე ვთქვათ, რადიკალური სიტყვები გამოვიყენო, მაგრამ უპასუხისმგებლოს დავარქმევ ძალიან რბილად იმ განცხადებს, თითქოს ეს ადამიანი ციხეში მშვენივრად იყო და ასე ვთქვათ, არაფერიც არ მოსვლია. ამას არა მხოლოდ ახლა, არამედ სტრასბურგშიც იმ 4-5 წლის მანძილზე, როცა მე ამ საქმეს იქ ვუძღვებოდი და მართლაც კასკადი იყო მითითებების, რომელიც როგორც აგიხსენით მოლაშვილის საქმეზე გააკეთა სტრასბურგმა პირველად, კასკადი მითითებების, იმიტომ რომ არასრულებდნენ ხანდახან და აი პატარა ბავშვს რომ უნდა დასვა და ამეცადინო დაახლოებით ასე ყავდა მაშინდელი მთავრობა მოლაშვილის საქმეზე და მათ საკუთარი ხალხის არ ეშინოდათ, არაფრის არ ეშინოდათ პრაქტიკულად, ერთადერთი მაინც რიგი ჰქონდათ სტრასბურგის სასამართლოში. და ერთხელ ისიც კი მივუთითეთ, რომ კომისიური მხარეების მიერ კომისიური ექსპერტიზა დანიშნული იყო, იმიტომ რომ მოლაშვილი ამბობდა, რომ ჰეპატიტი C მაქვს და მთავრობა ამტკიცებდა, რომ ის ჯანმრთელი ადამიანია. ასევე ამტკიცებდნენ, რომ ის ნაწამები არ ყოფილა, თუმცა საქმეში მაშინ უკვე იდო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ადასტურებდა, რომ მას ზურგზე სიგარეტის ნამწვავებით ჰქონდა მიყენებული ზიანი და რომ მას მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდა, ასე ვთქვათ, გარეთ ყოფნის დროს ის რაც შეიძლება ყველას აქვს და ყველას გვაქვს, განსაკუთრებით ქალებს ემართებათ ხოლმე და მამაკაცებსაც ასაკში, რაღაც ასაკის მერე ვენების გაგანიერება და თურმე ვენების გაგანიერება ისეთი დაავადება, რომელიც ასე ვთქვათ, თუ არ მიხედე, ისევ მოლაშვილის ბრალია. იმას უმტკიცებდით, რომ შეიძლება პატიმარს რაღაც სჭირს, როცა შედის ციხეში, თუმცა მას ჰეპატიტი C ნამდვილად არ სჭირდა, როცა ციხეში შევიდა, მაგრამ სჭირდა სხვა რაღაც, როგორც თითოეულ ჩვენთაგანს რაღაც გვაწუხებს ხანდახან. და დაუმძიმდა მდგომარეობა, იმიტომ რომ არ აქცევდნენ ყურადღებას. აი ყველა ამ დაავადებაზე ჩვენ თითო მითითებას ვაძლევდით თითო დღეში ლამის. და აი ეს ადამიანი იქიდან, აქედან კიდევ ერთხელ ვამბობ, აქ მყოფი ადამიანების მეშვეობით როგორღაც გამოვიდა ცოცხალი ციხიდან, მაგრამ დადგა ის შედეგი, რაც დადგა. ამიტომ ეს არის უპასუხისმგებლო სპეკულაცია, რომ თითქოს ეს ადამიანი არ იყო ნაწამები, ექსპერტიზა სხვა რამეს ამბობს. ანუ დადასტურებით შეიძლება ამის თქმა, რომ ის იყო ნაწამები. რომ მას ჰქონდა ზურგზე სიგარეტის, ასე ვთქვათ, რა ხდება მას ქართულად ხომ ეს ნამწვავები დამწვარი, ეს დასტურდება ექსპერტიზის დასკვნით. ამიტომაც დაუცველი საქმე იყო მაშინდელი მთავრობისთვის ეს სტრასბურგში და ჯერ კიდევ იმ მთავრობამ, იმიტომ რომ ჩვენ ასე ვთქვათ ბოდიში გამოთქმისთვის და სტრასბურგიდან ძალიან მყარად ვაწვებოდით ამ თემას, იძულებული გახდა დაეწყო ადვოკატთან გარკვეული მოლაპარაკებები. მე ვერაფრის მტკიცებას ვერ დავიწყებ, იმიტომ რომ აქ არ ცხოვრობდი და არ ვიცი, მაგრამ აქვს ეჭვი, რომ სწორედ სტრასბურგის აი ამ სიმტკიცის გამო იყო, რომ მოხდა მისი გამოშვება ვადაზე ადრე ციხიდან, იმიტომ რომ მოლაშვილი როგორც პატიმარი აი ამ სტრასბურგის პროცედურების გამო გახდა მაშინდელი მთავრობისთვის პრობლემა. ქალბატონო თეა, ჩვენ ეს სტუდია მოვისმინეთ სულხან მოლაშვილის პანაშვიდიდან იყო ჩართვა ჩვენს ეთერში. ვაზაგაშვილი, ხარძიანი, ახლა უკვე სულხან მოლაშვილის ეს ადამიანები ქართულ ოცნებას აქტიურად უჭერდნენ მხარს და ამ ხელისუფლების მოყვანაში გარკვეული წვლილი აქვთ მათ ოჯახებსაც.
თუმცა აი შემდეგ უკვე ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ისინი დაიღუპნენ და ტრაგიკულად დაიღუპა სამივე მათგანი და დღეს აღარ არიან. რას ეტყოდით მათ ოჯახებს? მათ ოჯახებს მე მივუსამძიმრე, კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ და ალბათ დღეს მე არ მგონია რომ კარგი ტონი იყოს ერთმანეთს შევეჯიბროთ ვინ რომელ პანაშვიდზე როდის იყო მთავრობა ამ წუთში არ ზის ოპერაში, მათ შორის არც მე და როდესაც ასე ვთქვათ ბატონი სულხანს ყველაზე მეტად უჭირდა და ის იყო წამების ქვეშ და ქვეყანაში მეფობდა შიში, მაშინ მე არ მახსენდება ქალბატონი მოროშკინას განცხადებები, როგორც გახსოვთ, როგორც გითხარით ზეწეღა გახსოვთ, სანთლით ვეძებდი მე სტრასბურგის იურისტი რაიმე საჯარო განცხადებას, იმიტომ რომ ყოველთვის აუცილებელია მიკერდ ვთქვათ მხარეების განცხადებებს კი არ დაეყო მარტო არამედ ნეიტრალური ადამიანებისა და როგორც გითხარით, მაშინ მხოლოდ ორი ადამიანის განცხადება არსებობდა, ეს იყო მათიას ეორში და ქალბატონი ელენე თევდორაძის. ამიტომაც ნუ გავეჯიბრებით იმაში ვის რამდენად რას ტკივა, იმიტომ რომ ეს ჩვენი ყველას ტკივილია და რაც შეეხება ამჟამინდელ მთავრობას, ქართული ოცნების მთავრობას, ის ვერ აიღებს რა თქმა უნდა პასუხისმგებლობას ვერც ვაზაგაშვილის მკვლელობაზე, მისი შვილის საფლავზე, რაც ამაზრზენი ფაქტი იყო, ვერც ბატონი სულხანის სამწუხაროდ გარდაცვალებაზე და ვერც ბატონი ბესოს გარდაცვალებაზე. ხელისუფლებამ ვერ დაიცვა ისინი, ასე გამოდის ქალბატონო თეა. ბატონი სულხანი იმყოფებოდა პარიზში, ის იყო მძიმე დავად და დაცვაში რას გულისხმობთ, მართალი გითხრათ არ მესმის, მაგრამ რაც შეეხება გამოძიება მიმდინარეობს, როგორც ჩანს ეს საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი თემაა და თუ კი მისი ოჯახი იქნებოდა თანახმა, ალბათ პროკურატურა კარგს იზამდა თუ მიიღებდა გადაწყვეტილებას და ამ საქმეზე მიმდინარე გამოძიების მასალებს, რამდენადაც ეს საგამოძიებო საიდუმლოების პრინციპს არ დაარღვევდა, გამოაქვეყნებდა მათ შორის ბატონი სულხანის სხვადასხვა დროს მიცემულ ჩვენებას, რადგან ეს ყველაფერი არსებობს და მიმდინარე პროცესია, როგორც გითხარით. ამიტომაც მე რა თქმა უნდა ვერ გავიზიარებ იმ პრეტენზიებს, რომელიც განსაკუთრებით პირველი გამომცვლის შემთხვევაში იქნა გაჟღერებული და მგონია რომ ძალიან ბევრი მხრივ ზღვარცილდება ეს სამგონი განცხადები. ქალბატონო თეა, თქვენი ნებართვით მე მინდა კიდევ ერთხელ შევთავაზო მთავარ პროკურატურას, მთავარ პროკურორს პირადად, ჩვენი ეთერით სარგებლობა და რა ვიცი ამ თემებზე ძალიან ბევრი შეკითხვა აქვს საზოგადოებას და მას შეუძლია ჩვენი პირდაპირ ეთერით აუხსნას საზოგადოებას და განომარტოს რა ხდება რეალურად, რადგან თითქოს გარკვეულწილად ბუნდოვანი რჩება მაინც საზოგადოებისთვის, რა ხდება კონკრეტულად თუნდაც აი ამ სამი საქმის გარშემო. გადავიდეთ სხვა თემებზე, ქალბატონო თეა, მე მინდა გკითხოთ, თქვენ დღეს აღარ კურირებთ პროკურატურას, ეს ცნობილია, თუმცა ალბათ ფლობთ ინფორმაციას, რომ წინა ხელისუფლების დროს არსებობდა გარკვეული ფონდი, სადაც არიცხინებდნენ ბიზნესმენებს გარკვეულ თანხებს და მე მაინტერესებს თუ დაითვალა ვინმემ რა თანხები არის აი ამ გზით შესული ამ ფონდში. დღეს სად არის ეს თანხები? არსებობს თუ არა კიდევ ეს ფონდი და რა ვიცი, გულისხმობს თუ არა სამართლიანობის აღდგენის პროცესი იმასაც, რომ ეს თანხები თუნდაც იმ ბიზნესმენებს უკან დაუბრუნდეთ, ვისაც ძალით არიცხინებდნენ. თქვენთვის რა არის ცნობილი? ფონდს ერქვა, როგორც მახსოვს, სამართალდამცავი ორგანოების განვითარების ფონდი და თუ არ მეშლება, ეს კიდევ რაღაც 12 წლის წინანდელ ამბავს გიყვებით და ალბათ არ მეშლება, მაგრამ მაინც ვამბობ, რომ დიდი ხნის ამბავს ყვები, მოლაშვილის საქმეში სტრასბურგის ფაილში იდო დოკუმენტაცია იმის შესახებ, რომ თავად მოლაშვილმაც ამ ფონდში შეიტანა გარკვეული თანხა. თუმცა ეს ფონდი შემდეგ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროსვე ძალიან მალე გაუქმდა და აქედან გამომდინარე კითხვა თუ სად არის ეს თანხები, ალბათ ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა გასცეს პასუხი. ანუ თქვენთვის ეს ცნობილი არ არის, მე ეს მაინტერესება. მეც იქნება ცნობილი, იმიტომ რომ ეს ფონდი მე მგონი გაახსნიდან 2-3 წელიწადში თვითონვე დახურეს
ყოველ შემთხვევაში ჩვენ დროს ეს ფონდი უკვე აღარ არსებობდა. თუმცა გამოძიება არის თუ არა საჭირო, რომ პროკურატურამ აწარმოოს, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ეს ფონდი არსებობდა და ის არ იყო მთლად კანონიერი. ამ ფონდის საკითხის ვთქვათ გამორკვევა ყველა კონკრეტულ ინდივიდუალურ სისხლის სამართლის ფარგლებში მიმდინარეობს, როდესაც ადამიანს იბარებდნენ და ეუბნებოდნენ ფონდში შეიტანე ფული, ან დათმე მანქანა, ან დათმე ბიძა, ან დათმე ბიზნესი. და ამაზე თქვენ იცით, რომ მათ შორის სულხან მოლაშვილსაც აყიდინეს, ასე ვთქვათ, რაღაც გარკვეული ქონება. სპეცდეპარტამენტის სწორედ პროკურატურის ამაზე მუშაობს და ინდივიდუალურ საქმეებზე ხდება ხოლმე ამის შესწავლა. თუ კი რაიმე ბუნდოვანია, მე არამც თუ აღარ ვკურირებ პროკურატურას, არამედ 3 წელი და ნახევარი რაც აკრძალული მაქვს რომელიმე კონკრეტული ინდივიდუალური საქმე მოვიკითხო და ეს ასე არის სწორი, იმიტომ რომ ადეიშვილის ხანა დასრულდა ამით ჩვენს ქვეყანაში, როცა პოლიტიკოსი აფათურებდა ხელს გამოძიებებში და თავის ინსტრუმენტად აქცევდა ხოლმე პოლიტიკური ბრძოლის პროკურატურას, მაგრამ მიუხედავად ამისა, თუ კი რამე არის ბუნდოვანი, რა თქმა უნდა საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს და პროკურატურამ მაქსიმალურად ძალისხმევა უნდა გასწიოს იმისთვის, რომ როგორც აღარ გითხარით, თუნდაც ამ საქმეზე თუ კი ბატონი სულხანის ოჯახი იქნება თანახმა, ეს არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ არსებობს დაზარალებული და მას აქვს უფლება თქვას, რომ არ გაასაჯაროვოთ. რომ ადამიანს რომ აწამებენ, იქ ოჯახს უნდა კითხო პირველ რიგში არის თუ არა თანახმა, რომ ეს მასალები გასაჯაროვდეს, მათ შორის ბატონის სულხანის დაკითხვის ოქმები, ასეთ შემთხვევაში ალბათ პროკურატურა ამას საზოგადოების ინფორმირებისთვის გაასაჯაროვებდა, თუმცა კითხვა რა თქმა უნდა პირველ რიგში მათ ეკუთვნით. კარგით, ქალბატონ თეა, გადავიდეთ სხვა თემებზე, მაგალითად გუშინდელ თემას მინდა შევეხოთ, რაც მოხდა აჭარაში. ლევან ვარშალომიძე, რომელიც იყო წინა ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალჩინოსანი აჭარაში, ასე ვთქვათ, ზარზეიმით დაბრუნდა გუშინ ქალბატონ სანდრასთან ერთად, რომელიც ასევე იყო ყოფილი პირველი ლედი ჩვენი ქვეყნის მიხეილ სააკაშვილის მეუღლე და მათ ძალიან დიდი აჟიოტაჟით შეხვდა საზოგადოების გარკვეული ნაწილი. როგორ ფიქრობთ, ეს არის თუ არა იმის ნიშანი, რომ საზოგადოებამ ერთგვარად გული აიცრუა ეხლანდელ ხელისუფლებაზე, აჭარას გულისხმობ, იგივე ხაბაძემ, იგივე ბატონმა ავთანდილ ბერიძემ, იქნებ ვერ შეასრულეს ის დაკისრებული მოვალეობები, რომლებიც იტვირთა ქართულმა ოცნებამ და ამიტომ ხალხს უკვე ისევ ენატრება ნაციონალური მოძრაობის დრო და უნდათ რომ ისინი დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. თქვენ როგორი შთაბეჭდილება დაგჭათ? ძალიან დიდი აჟიოტაჟი იყო. ნამდვილად ყველამ გაავრცელა ეს კადრები, ყოველ შემთხვევაში ჩვენ რაც ვნახეთ კადრებში, დიდი მხიარულება და რაღაცა დიდი სიყვარული დახვედრა ჩანდა. რა სიტყვით ქალბატონო თე? ძალიან მარტივ რამებს ვიტყვი. ნაციონალებმა მართლაც მოუწყვეს დახვედრა, ეს მათი უფლებაა, ვერავინ ამ უფლებას მათ ვერ წაართვეს, რომ ერთმანეთს ჟირულხივილით დახვდნენ, შეხვდნენ, მოეფერონ, ეს უფლება არსებობს და ვერ წაართმევს მათ ამ უფლებას ვერავინ. როდესაც მათ მართლაც ქუძეკაცი დაიბარეს და აჭარის მასშტაბით 200-დან 300 კაცამდე მიიყვანეს სარფში, ეს არის ის ოდენობა, რომელიც მათ უჭერს მხარს. და ამით რა მტკიცდება არ ვიცი. დიახ, ნაციონალურ მოძრაობას, როგორც ჩანს, ეს ოდენობის ხალხი უჭერს მხარს აჭარაში, რომლებსაც გაუხადათ ვარშალომიძის დაბრუნება და ამით რა ხდება? არაფერი ამით არ ხდება, ეს არის ბუნებრივი. მეორე კითხვა, რომ ხალხს მოენატრა, ესე ვთქვათ, თუ ხალხს მოენატრა ნაციონალური მოძრაობა, ასეთ შემთხვევაში 8 ოქტომბერს ხალხი მივა არჩევნებზე და ნაციონალურ მოძრაობას დააბრუნებს ხელისუფლებაში. აქ ქართული ოცნება უძლურია. ჩვენი საქმე უნდა გავაგრძელოთ, ვაკეთოთ ქართული ოცნების მთავრობამ, ქართული ოცნების კანდიდატებმა უნდა ჩაერთნენ კამპანიაში, როცა დასახელდებიან და ჩვენი კამპანია ვაწარმოოთ და არ ვიფიქროთ იმაზე, რომ ასე ვთქვათ, ვაიმე ვარშალომიძეს ვიღაც დახვდა, მე ვიღაცას არ მოეწონა ეს დახვედრა და ესროლა რაღაცა და იყო ამბავი. თუ ხალხი ჩვენ რა მოვიტანეთ, გავიხსენოთ. ამ მთავრობამ და თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა, მისი მეთაურობით მოიტანა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სასიცოცხლო რამ. ეს არის თავისუფალი არჩევნები. თქვენ ქალბატონო მაგა, თქვენ ვინც გვიყურებთ,
სრულწლოვანი მოქალაქეები. გადაწყვეტ 8 ოქტომბერს ვინ გინდათ იყოს ხელისუფლებაში. ამას მე არ ვწყვეტ, მე ვარ ერთი ხმა მაქვს. ალბათ არ არის საიდუმლო ვის ეკუთვნის ეს ერთი ხმა, ერთი ამორჩევლის, მაგრამ უმრავლესობაში ხართ თქვენ, საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქეები, რომლებიც მიბრძანდებით ურნასთან და იტყვით ვინ გინდათ იყოს ხელისუფლებაში. თუ თქვენ იტყვით ამორჩევლები რომ მოგენატრათ ნაციონალები და ისინი უნდა დაბრუნდნენ, ქართული ოცნება კეთილს ინებებს და ამ ვერდიქტს დამორჩილდება. ჩვენ ამას უნდა მივეჩვიოთ. ეს არის მარტივი ჭეშმარიტება. ეს იქნება პირველი ყველაზე თავისუფალი თუ არ ჩავთვლით, როდესაც კომუნისტები გაუშვით ამ ქვეყნიდან, მას მერე პირველი ყველაზე თავისუფალი არჩევნები საქართველოში, როდესაც ხალხს ისე რომ არ ეშინია გალანძღოს მინისტრი, მათ შორის იუსტიციის მინისტრი, რომ ალბათ ამდენს ვერ უბედავდნენ ხომ წინა იუსტიციის მინისტრს, ძალიან დიდი თავისუფლების ხარისხია ამ ქვეყანაში, რაც არის კარგი და ეს ასეც უნდა გაგრძელდეს. ამიტომაც მე ვერანაირ რაღაცა შიშის ან დარდის საფუძველს ვერ ვხედავ. ყველა პარტიას ყავს თავისი ამომრჩეველი. ჩვენი ვალია რომ ის საქმეები, რაც 4 წლის მანძილზე გაკეთდა, ეს ვაჩვენოთ. თუ კი აქამდე ბოლომდე ვერ ვაჩვენეთ, რა გაკეთდა და რა გეგმა გვაქვს მომავალში, თუ კი ჩვენ ხალხი ისევ გვენდობა. თუ ხალხი იტყვის რომ ის უნდა ენდოს სხვას, ის სხვა იქნება ქვეყნის მართველი მომავალი 4 წლის მანძილზე და ამაში არაფერი გასაკვირი არ არის. ქალბატონო, თუმცა ეს ლანძღვა რაღაცნაირად არ მოქმედებს მაინც თქვენზე, ან სტიმულს არ გაძლევთ, ან პირიქით არ გიგდებთ ამ სტიმულს. აი ხალხი თუნდაც მე გამლანძღოდო თქვენ ახლა ბრძანეთ და ეს ნორმალურად მიგაჩნიათ, ანუ კრიტიკაზე არ ვლაპარაკობ, ლანძღვას გულისხმობ მართლა. მადლობა ამ კითხვისთვის, მართალი ბრძანდებით არის კრიტიკა, რაც უნდა არსებობდეს ყოველთვის და ეს კარგია. არის ლანძღვაც, მაგრამ მე ვარ დასრული ადამიანი, შეძენილი მაქვს ჯავშანი, გადატანითი მნიშვნელობით და ეს ჩემზე არ მოქმედებს. რომ იმოქმედოს, მაშინ საქმის კეთებას ვერ გავაგრძელებ. მე ვიცი რომ ვარ ბოლომდე ერთგული იმ საქმის, რაცაც ჯერ კიდევ 2010 წლის მაისში შევუერთდი, ეს იყო ასე ვთქვათ გააზრებული გადაწყვეტილება, ეს იყო ბრძოლა იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოს დაეპატრონა და არასწორი გზით მიაქანებდა, შემდეგ დადგა გამარჯვება და ბოლო 4 წლის მანძილზე მე ყველა იმ საქმეზე, რაც მიკეთებია იუსტიციის სამინისტროს სისტემაში, ბოლომდე ვაგებ პასუხს და მართალი გითხრათ, თუ თელხედეში არ ჩამომართვეთ, არ არის არც ერთი ნაბიჯი, რომლითაც მრცხვენია. სხვათა შორის, აი მინდა ისევ დაუბრუნდე, დიდი მადლობა პასუხისათვის. მინდა დაუბრუნდე ვარშალომიზის თემას ისევ. საარჩევნო კამპანიის ფონზე, აი Facebook-ში გაჩნდა გარკვეული სტატუსები თუ ვარშალომიზეს, რომელზედაც თორშტები ორი საქმე არის აღძრული. შეკითხვები არის ყოველ შემთხვევაში ამ ადამიანთან, კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით. თუ კი მას აქვს საშუალება, რომ ჩამოვიდეს ესეთ ამამა დახვდნენ მისი მომხრეები, რატომ არ შეიძლება რომ ასლან აბაშიძე, რომელიც ასევე იყო განდევნილი თავის დროზე ხელისუფლების ცვლილების დროს, ასევე ჩამოვიდეს მეუღლის საფლავზე, ასევე ჩამოვიდეს ლევან მამალაძე, მამუკა ნიკოლეიშვილი, თემურ ბასილია, რომლებიც ასევე ვერ ჩამოდიან საკუთარ სამშობლოში იმის გამო, რომ მათზე საქმე აღძრული. თუ არის შანსი, თუ არის ცდელობა ყოველ შემთხვევაში, სანამ თქვენ ჯერ კიდევ ხართ ხელისუფლებაში, რომ გადაიხედოს ამ ადამიანების საქმეები და მათაც შეეძლოთ, იქნებ მათაც ესე ხვდებიან დიდი სიყვარულით და აჟიოტაჟით. იქნებ არ არიან საერთოდ დამნაშავეები. ქალბატონო, როგორ ფიქრობთ? უბრალოდ რა გაგვთ გეგმაში? გადაიხედება მათი საქმე? გეგმაში მე არ მაქვს. ხელისუფლებას გულისხმობ რასაკვირველია. ვერც მექნება ვერაფერი გეგმაში. იმიტომ რომ ეს კითხვები მთლიანად როგორც წაღან ხსნიდი ეკუთვნის პოლიტიკისგან შორს მდგარ საგამოძიებო ორგანოებს და მათ ალბათ რაღაც აქვთ გეგმაში, მე ეს არ ვიცი. რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც თქვენ ჩამოთვალეთ ბატონი თემურ ბასილიას ჩათვლით, მათ წინააღმდეგ წინა ხელისუფლების პირობებში აღძრული საქმეები და თუ კი ისინი ვერ ჩამოდიან, ეს ალბათ ნიშნავს იმას, რომ მათ ან მსჯილი აქვთ პირველი ინსტანციით სასჯელი და როგორც ჩვენი კანონი ამბობს, უნდა ჩამოვიდნენ ქვეყანაში, რომ ეს გაასაჩივრონ, ისე ვერ საჩივრდება მეორე ინსტანციაში, ან რაღაცა სხვა პრობლემა
პრობლემაა სამართლებრივი. რაზეც კიდევ ერთხელ ვამბობ, მე ამ წუთში ღია ეთერში პასუხები ვერ მექნება. რაც შეეხება ვარშალომიძეს, ის საზღვარზე ალბათ იმიტომ არ იქნება დაკავებული, რომ ის წინააღმდეგ ის როგორც ბრალდებული არც ერთ საქმეზე არ არის. თუ კი კითხვები არსებობს მასთან მიმართებაში, ეს კითხვები თავის დროზე დაისმევა, თუმცა რა კი ბატონმა მარგველაშვილმა 4 თვით ადრე გამოაცხადა, თქვენით უკვე კამპანიაში ვართ ჩვენ 8 ივნისიდან იმ ადამიანის ასე ვთქვათ საგამოძიებო ორგანოში ტარება ახლა რომელიც ასე ვთქვათ კანდიდატად როგორც ჩანს მოიაზრებს თავს ყოველ შემთხვევაში არჩევნებამდე შეიძლება გაჭირდეს. ჩვენ მარტივი რამე ალბათ ხშირად უნდა შევახსენოთ ერთმანეთს. ზუსტად ისეთი განცდები მაქვს, როგორც შეიძლება გქონდეს თქვენ, იმ ამორჩეულს, რომელმაც ქართულ ოცნებას ხმა მოგცა 1 ოქტომბერს და არ შეიძლება საერთოდ გქონდეს განსხვავებული აზრი, ვიდრე იმ ადამიანებს, ვინც ჩვენ ხმა მოგცა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ერთმანეთს ალბათ ერთი მარტივი რამ ხშირად უნდა შევახსენოთ, რომ 8 ოქტომბრის არჩევნები არის საბოლოო წყალგამყოფი ნათელმომავალსა და წარსულს შორის. ჩვენ ეს 4 წელი კიდევ წარსულისგან დატოვებულ ძალიან ბევრ სიბინძურეს ვებრძოდით. ვცდილობდით ერთი ხელით ეს სიბინძურე მოგვეგვარებინა და მეორე ხელით ქვეყანაში მშვიდობა, სტაბილურობა შეგვენარჩუნებინა და წინ გვევლო. ამ 4 წელს, როდესაც შევაჯამებთ, ჩვენ ვნახავთ, რომ მთავრობამ სამივე მთავრობამ ივანიშვილის, ღარიბაშვილის და ახლა კვირიკაშვილის ეს გააკეთა, მოახერხა, რომ ერთი ხელით შეძლების დაგვარად ეს სიბინძურე რაღაცნაირად ემართა. ყველაზე ოდიოზური ფიგურები, ვინც ქვეყანა არ დატოვა, მოეთავსებინა იქ, სადაც არიან. ძალიან ბევრი მწვალებელი, მათ შორის ციხის ბადრაგები სასჯელს იხდიან დღეს და მაქსიმალური გაეკეთებინა ამ კუთხით. მაქსიმალური რის გაკეთება შეიძლებოდა, ხოლო მეორე ხელით ეშენებინა კანონებით ეშენებინა ქვეყანა. მაგრამ 8 ოქტომბერი იქნება საბოლოო წყალგამყოფი ჩვენი შვილებისთვის უკეთეს მომავლისკენ მიმავალ გზაზე, რომ საბოლოოდ ჯვარი დაუსვათ იმ წარსულს, რომელიც არ გვინდოდა, რომელსაც ვებრძოდით და რომელიც რეალურად 8 ოქტომბერს უნდა ჩაბარდეს საბოლოოდ წარსულს. ეს არის. ამიტომ ჩვენ არ გვაქვს ახლა შეცდომების უფლება. რა თქმა უნდა, უდიდესი პასუხისმგებლობა ჩვენზეა, ცოტა ნაკლები ამ მრჩეველზე, ამ ხრივ, რომ სტაბილურობით მიიყვანოს 8 ოქტომბრამდე ქვეყანა და ერთად დავიმშვიდობოთ იმას, რაც არ გვინდოდა, მაგრამ თუ მოგვენატრა დავაბრუნოთ, ეს თქვენ და გადაწყვიტოთ, მე ამას არ ვწყვეტ, მაგრამ მთავრობის ვალია, რომ ამ დღემდე მივიყვანოთ ქვეყანა სტაბილურად და ხალხს მივცეთ თავისუფალი არჩევანის საშუალება. ამიტომაც 8 ოქტომბრამდე რაიმე ტიპის ესე ვთქვათ რადიკალიზმი ჩვენ მომავალს გაგვიფუჭებს, ქვეყნის მომავალს და იმათ მომავალს, ვისთვისაც ადამიანები საერთოდ ცხოვრობენ, ხო, ეს არის მათი შვილები, შვილიშვილები. ეს არის რაც შემიძლია ამ წუთში ვთქვა, ჩვენ ვართ რთულ პერიოდში 8 ოქტომბრამდე და ეს ალბათ ხშირად უნდა შევახსენოთ ერთმანეთს. ქალბატონო თეა, თქვენ ისაუბრეთ წარსულს უნდა დაუბრუნდებითო და ამაში იგულისხმებთ რასაკვირველია წინა ხელისუფლება, ნაციონალური მოძრაობა. თუმცა ერთ-ერთი ტელევიზიის ინტერვიუში ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სწორედ ქართულ ოცნებას უწოდა წარსული. ეს არის უკვე წარსული და მე მათზე საუბარი კომენტარიც კი არ მსურსო, ესე თქვას მიხეილ სააკაშვილმა. ამას რატომ გეკითხებით? ხათუნა გოგორიშვილი დეპუტატი იყო, ახალხანშვენი გადაცემის სტუმარი და მან ღიად განაცხადა პირდაპირ ეთერში, რომ ძალიან მალე მიხეილ სააკაშვილი ყოფილი პრეზიდენტი ისევე დაუბრუნდება საქართველოს, როგორც აი ვარშალომიძე დაბრუნდა თუნდაც. არის თუ არა რეალურად ეს მოსალოდნელი? ყოფილი ხელისუფლების მხარდამჭერებიც სოციალურ ქსელში ხშირად აცხადებენ ხოლმე იგივეს, რომ აი ძალიან მალე მიხეილ სააკაშვილი იქნება საქართველოში და ის მიიღებს მონაწილეობას 8 ოქტომბრის არჩევნებში. როგორ ფიქრობთ, თქვენ ან როგორი ინფორმაცია გაქვთ, ეს არის თუ არა რეალური და მართლა ჩამოვა თუ არა 8 ოქტომბერზე ვისაუბრეთ ჩვენ ახლა და სწორედ საინტერესოა იქნება თუ არა მიხეილ სააკაშვილიც ასევე ჩართული 8 ოქტომბრის არჩევნებში. საქართველოს ყველაზე შლეგი ადამიანი რაც ჩაიდენს ამას მე ვერ განსაზღვრავ წინასწარ, მაგრამ თუ ქართული ოცნების მთავრობა იქნა ამ დღეს ხელისუფლებაში და ამ წუთში ეს ასეა,
ყოველ შემთხვევაში 8 ოქტომბრამდე და ალბათ რამდენიმე დღე მერეც, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი თავისუფლად ამ ქვეყანაში ვერ ივლის. მე ერთხელ ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის არის მას აქვს სტატუსი, არა მხოლოდ ბრალდებულის, არამედ ძებნილი ადამიანის, ის როგორც კი გამოჩნდება საქართველოს საზღვარზე იქნება დაკავებული, ეს იმიტომ კი არა, რომ მე ასე მომწონს ან მინდა, იმიტომ რომ ეს ასე წერია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში და აქედან გამომდინარე, სანამ ეს მთავრობა არის და ეს სისხლის სამართლის საქმეები ღიაა და მას ელის ძალიან დიდი მოუთმენლობით, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი თუ ჩამოვა, მოხდება იქ, სადაც არიან მისი თანამებრძოლები. ამჟამად ბატონ კახიშვილის უწყებაში. რაც შეეხება მომავალში რა იქნება, კიდევ ერთხელ ვამბობ, მე არ მithქვამს წარსული არ გავიხსენოთ, ჩვენ წარსული ყოველდღე უნდა გავიხსენოთ, რომ ხელისუფლებაში არ მოვიდეს მსგავსი ძალა როდისმე და მერეც დაგვჭირდება, რომ ეს სისხლის სამართლის საქმეები გაგრძელდეს და ბოლომდე იქნეს მიყვანილი თითოეული ადამიანის დარღვეული უფლებების აღდგენის საკითხი. მაგრამ 8 ოქტომბერს ჩვენ გავარკვევთ. გვინდა დავბრუნდეთ წარსულში და მართლაც მოგვენატრა რაღაცეები, თუ გვინდა რომ ვიხედოთ მომავლისკენ და ვიაროთ იმ გზაზე, რომელზეც ქართულმა ოცნებამ განვითარების სწორ გზაზე შეაყენა ძალიან დიდი სირთულეების მიუხედავად, რომელიც ითქმის, რომელიც ვერ ითქმის, იმიტომ რომ ვერ ითქმის, მაგრამ შეინარჩუნა მშვიდობა, შეინარჩუნა სტაბილურობა და მოახერხა ის, რომ განვითარება ყოფილიყო სახეზე. ერთადერთი რაც 4 წელიწადში ვერ მოხდებოდა და თუ კი ეს პოლიტიკური ძალა დარჩა ხელისუფლებაში, მისი მომდევნო საქმე პირველი ეს უნდა იყოს, იმიტომ რომ კარგი საფუძველი უკვე ჩაყრილია, რომ აი ეს განვითარება თითოეულმა ადამიანმა იგრძნოს საკუთარ თავზე, რომ პირადი კეთილდღეობა დადგეს ჩვენს ოჯახებში. ამისთვის საფუძველი არის შექმნილი. როცა 9 წელი ბიზნესს ატერორებდი, როცა 9 წელი ბიზნესს ართმევდი და შენიდებდი ჯიბეში, როცა ბიზნესს ართმევდი და მივოდი წადი მოაწყვე თბილისის იუსტიციის სახლის პარკინგი უფასოდ, მოქალაქეებს ყრიდით ციხეში და ასე შემდეგ, როდესაც ოპერაციას ვიკეთებთ და ვარ თავად, ერთი ადამიანის ერთ ორგანიზმსაც კი აქვს რეაბილიტაციის პერიოდი. მას ჭირდება გამოჯანმრთელების დრო. ამიტომაც ჩვენ გამოჯანმრთელების პროცესში ვიყავით ეს 4 წელი. კარგი ნიშნებია იმის, რომ ქვეყანა არის სწორ გზაზე. ეხლა 8 ოქტომბერს მოგცემს სიგნალს საზოგადოება, უნდა თუ არა ეს გზა, თუ უნდა რომ ამ გზიდან სხვა უკეთეს გზაზე გადავიდეს, მისი გადასახედიდან იქნება ეს ნაციონალური მოძრაობა, იქნება ეს სხვა პოლიტიკური ძალა. ამომრჩეველი აგებს პასუხს შედეგებზე და ჩვენ ამ შედეგებს რა თქმა უნდა დავმორჩილდებით. თუმცა რა თქმა უნდა მე დეფეტიზმს არ შევკრივარ და ჩვენ გვექნება ჩვენი ბრძოლის გეგმა, პოლიტიკური ბრძოლის გეგმა, გვეყოლებიან კანდიდატები და რა თქმა უნდა მეც ვიქნები ამ პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაბმული. ქალბატონ თეა, კანდიდატებზე საუბრობთ და საინტერესოა ეს იქნება ჩემი ბოლო შეკითხვა. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გადაინაცვლებს თუ არა ქართული ოცნების სიაში? აპირებთ თუ არა, პირადად თქვენი გეგმები როგორია? აპირებთ თუ არა მონაწილეობის მიღებას არჩევნებში? სიაში იქნებით თქვენ თუ მაჟორიტარად რომელიმე რაიონიდან? როდესაც ხარ გუნდის თუ გარჩევით ისე სადაც ხართ. როდესაც ხარ გუნდის წევრი, და მithumetes როდესაც ხარ მინისტრი, შენ თავთან დაკავშირებით აბსოლუტურად არაფერს არ წყვეტ და აქედან გამომდინარე მე რას ვაპირებ, ეს საერთოდ არც არის, ასე ვთქვათ, თუ არ მიწყენთ სწორი კითხვა, იმიტომ რომ მე ვერ დავაპირებ ვერაფერს, მე ველოდები ასე ვთქვათ, სიები რამდენადაც ცნობილია უკვე არის ქართულ ოცნებაში და მე ამიტომ მკითხეთ, თქვენს ხომ არიცით ხართ თუ არა სიაში? მე ველოდები სწორედ პოლიტიკური გუნდის, მოდით დავარქვათ ასე, ვერდიქტს, გადაწყვეტილებას, თუ კი ისინი ჩათვლიან, რომ მე უნდა ვიყო სიაში ან სადღაც რომელიმე რეგიონში, რაიონში ვიყარო კენჭი, ამ თემას განვიხილავთ, არანაირი კონსულტაცია და განხილვა ამ თემაზე
არ შემდგარა დღემდე და თუ ეს ასე მოხდა, თქვენ იცნობთ კანონს და ასეთი მინისტრი უნდა გადადგეს თანამდებობიდან სიის დარეგისტრირებიდან რამდენიმე დღეში. ამიტომაც ეს არის ჯერ კიდევ მიმდინარე პროცესი, ერთადერთი რასაც მე ვისურვებდი, შეიძლება ვერ გადავწყვიტო რას ვაპირებ, მაგრამ რას ვისურვებდი ეს ჩემი ნებაა და გეტყვით რომ ვისურვებდი რომ ქართულმა ოცნებამ რაც შეიძლება მალე ამცნოს საზოგადოებას ვინც ადიღლის კენჭს, იმიტომ რომ კამპანიას დრო სჭირდება და სწორედ ისეთი კამპანიის მომხრე ვარ მე, როგორიც 12 წელს ჩავატარეთ, როდესაც თითოეულ ოჯახთან, თითოეულ ადამიანთან მივდიოდით. დღეს სალაპარაკო კიდევ უფრო მეტი გვაქვს, იმიტომ რომ 4 წლის მანძილზე აუარება საქმე გაკეთდა. ვაღიარებ იმასაც, რომ ჩვენი ხელისუფლება ვართ, რომელმაც ვერ მიიტანა ბოლომდე სათქმელი საზოგადოებასთან 4 წლის მანძილზე. არადა იმდენი რამ გაკეთდა, რომ ეს ხანდახან ვფიქრობ, ალბათ დანაშაულიც კია, რომ ხალხმა ვერ გაიგო რა გაკეთდა, თუ საკუთარ თავზე არ გამოსცადა ეს და ეს სამუშაო ჩასატარებელია. ამ სამუშაოს ჩატარებას კი დრო ჭირდება და ეს ერთადერთი სურვილი მაქვს, რომ ძალიან მალე გამოაშკარავდეს, ვინ სად იბრძვის პოლიტიკური გაგებით იმისთვის, რომ ჩვენ 8 ოქტომბერს ჩვენს მხარეს დავდოთ მაქსიმალური შანსები. 2012 წელს თქვენაჩვენეთ ძალიან მაღალი შედეგი, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შედეგი პრაქტიკულად ნაძალადების რაიონში. სწორედ ამიტომ გეკითხებით, საინტერესოა ამჯერად თეა წოლოკიანი სად მიაღწევს ასეთივე წარმატებას რომელ რაიონში? ეს იყო ჩემი შეკითხვის ასი. განწყობილებას მე თვითონ არ ვიცი, მაგრამ პარტია ალბათ, როგორც ესე ვთქვათ, დაფაზე ალაგებს ადამიანი ჯარი სად უნდა მოძრაობდეს და როგორ აი ეს პროცესი მიმდინარეობს იმისთვის რომ გამარჯვება მოიტანოს, მაგრამ ეს პროცესი უნდა მალე დასრულდეს იმისთვის რომ ჯარისკაცებმა ბრძოლა მოასწრონ. დიდი მადლობა ქალბატონო თეა, რომ გზანდებოდით ჩვენი გადაცემის სტუმარი. იუსტიციის მინისტრი თეა წოლოკიანი იყო, პასუხობდა პრიორიტეტის შეკითხვებს.